საღამომშვიდობის უყურებთ ქრონიკას 20 საათზე, მე ხატია ქვათეცევა. საქართველოს საზღვართან მყოფი 65 უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დარჩენილ მოქალაქეთა საკითხი დროულად გადაწყდება. სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო 20-ში ქართული სასამართლოს მაღალი შეფასება ამჯერად ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრისაგან. დესტაბილიზაციის გეგმა სექტემბრისთვის მინდა როგორ უნდა სცადოს სარეულობის პროვოცირება მითითებები IRA-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელისგან. მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქართული ოცნების მერობის კანდიდატების გეგმები გორსა და ქარელში. მრავალფუნქციური და სარეკრეაციო სივრცე მალთაყვაში როგორ გეგმავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო სანაპირო ზოლის მოწყობას. საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურ-საფარიანი სტადიონები 23 მუნიციპალიტეტში რას მოიცავს მთავრობის გეგმა. სპეციალური საპოლიციო ღონისძიება 7-ზე მეტ ქალაქში ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 44 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ერთ-ერთი დაკავებულისაგან კი ცეცხლსასროლი იარაღიც. მარიამ ქართველიშვილი გვერდება დეტალებით. დაკავებულების ნაწილს სასამართლომ ცოტა ხნის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მათ სისხლის სამართლის საქმეებში დევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საუბარია საკონტროლო შესყიდვის სამსახურ ფარულ აუდიო-ვიდეო მასალაზე, სადაც ჩანს როგორ და რა თანხის სანაცვლოდ ყიდნენ უკანონო ნივთიერებებს გეკა გელაძის უწყებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები იქამდე ამოიღო, ვიდრე შავ ბაზარზე გაიყიდებოდა. თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გორი, ზუგდიდი, ბათუმი, მესტია. საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში სპეცოპერაცია ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებები 44 ადამიანის დაკავებით დასრულდა. გახსნილია ნარკოდანაშაულის 44 საქმე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ნივთიერებები შავ ბაზარზე გასაყიდად იყო გამზადებული. საპოლიციო ძალებმა დაფასოვებული და დამალული ნარკოტიკების რამდენიმე სახეობა ნივთმტკიცება დაამოიღეს. საქმეში დევს საკონტროლო შესყიდვის სამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დადგენილია სქემა, როგორ ასაღებდნენ დაკავებულები ნარკოტიკებს. დაკავებული ნარკოლიალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატიურად ყიდდნენ. პოლიციამ დაკავებულების ავტომობილების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები. ხოლო ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანას ცდილობდნენ. რეალიზაციისა და რეალიზაციაში დახმარების ბრალდებით დაკავებულებს შორის არიან ქალებიც. ბრალდებულების ნაწილი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს, ნაწილი დუმილის უფლებით სარგებლობს. ის არ ეთანხმება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, უარყოფს აღნიშნულ დანაშაულს, ამბობს, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია. ის დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ გამკაცრებული პოლიტიკის და უკომპრომისო ბრძოლის შედეგებს ასაჯაროვებს. მხოლოდ ბოლო ორ თვეში ნარკოდანაშაულში მხილებული 1417 პირი დააკავეს, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკოტიკების გასაღებით იყო დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქართველოს საზღვართან მყოფი უკრაინელების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. ამას წინ ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკება უძღვოდა.
დარიელთან კიდევ რჩება უკრაინის მოქალაქეთა მცირე ჯგუფი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის მოვალეობის შესრულებისთვის და კიევთან თანამშრომლობისათვის. ანუკე ჩხიკვაძე გვერდება. ორთვენახევრიანი ლოდინის შემდეგ დარიალის სასაზღვრო პუნქტთან მყოფი 65 უკრაინის მოქალაქეს სამშობლოში დაბრუნდა. მათი გამგზავრება საქართველოდან მოხდა ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით და მესამე ქვეყნის გავლით. ეს ადამიანები საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შემოდიოდნენ იმ დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, რომლებსაც უკრაინის მოქალაქეები ვერ აკმაყოფილებდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებულად ხაზგასასმელი იყო მათი წარსული, რომელიც არჩენდა საფუძვლიან ეჭვს, რომ მათი შემოშვებით შესაძლოა ქვეყანაში მართლწესრიგი და უსაფრთხოება დარღვეულიყო. ამის თავიდან ასაცილებლად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობდა და აწარმოებდა მოლაპარაკებებს როგორც უკრაინასთან, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს პირები ორთვენახევარის განმავლობაში იმყოფებოდნენ დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მათი შემოშვება ქვეყანაში არ ხდებოდა იმის გამო, რომ ისინი არ აკმაყოფილებდნენ კანონით გასაზღვრულ საზღვრის კვეთის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მათი წარსული და მათი განხორციელებული ქმედებები იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ქვეყანაში შემოშვების შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოებას და მართლწესრიგს ისინი საფრთხეს შეუქმნიდნენ. ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები ჰქონდა უკრაინულ მხარესთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საბოლოო ჯამში დაორგანიზდა მათი ორგანიზებული გაყვანა ქვეყნიდან და დაბრუნება საკუთარ სამშობლოში. ამისათვის ორი ჩარტერული რეისით 65 მოქალაქე გაემგზავრა ჯერ მოლდოვაში, ხოლო შემდგომ ისინი დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო სხვა საზღვართან კვლავ რჩება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ამ დრომდე ვერ მიდიან სამშობლოში, რისთვისაც ქართული მხარე აქტიურად მუშაობს, რომ ეს ადამიანები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში და ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც უკრაინასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. Გარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილი პირები, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ისინიც მშვიდობიანად დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ერთის მხრივ ქვეყანაში დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და მეორეს მხრივ დროულად მოხდეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების უსაფრთხოდ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება. მადლობეს ანუკი ჩხიკვაძე იყო და ქართული სასამართლოს მორიგი აღიარება ევროპის საუკეთესო 20-ში დამოუკიდებლობით. ეს შედეგი აჩვენა კრიტიკის სამიზნედ ქცეულმა სისტემამ, ამჯერად ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრის ანგარიში. ევროპის რიტორიკის საპირისპირო მონაცემებით ევროკომისიამ გაავრცელა. სოფო ბერიძია პირდაპირ ეთერში. ქართული მართლმსაჯულების პროგრესსა და წარმატებაზე მიმდინარე კვირის განმავლობაში 3 სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაწერა. მათი ანგარიშების გამოქვეყნება კი ოფიციალურ ვებგვერდზე ევროკომისიას მოუწია. მმართველი პარტიისთვის ამ ანგარიშების ფონზე ევრობიუროკრატების განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური ჭორაობა და იმის სურვილია, რომ როგორმე ქართულ საზოგადოებაში აჟიოტაჟი შემოიტანონ. მოსამართლეთა კორპუსი არ ელოდება, რომ ეს წარმატებული ანგარიშები პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს დაასრულებს, თუმცა მათთვის მთავარია ის, რასაც ქართულ მართლმსაჯულებაზე საერთაშორისო ორგანიზაციები წერენ. საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო 20-შია. ქართული მართლმსაჯულების მნიშვნელოვან პროგრესზე Freedom House-ისა და Heritage Foundation-ის შემდეგ ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრი წერს. დოკუმენტს ამჯერადაც ევროკომისია ავრცელებს. ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა მსოფლიოს ქვეყნები 10 ბალიანი სისტემით შეაფასა და საქართველოს 6.63 ქულა დაუწერა. შედეგად ჩვენი ქვეყანა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო 20-ში მოხვდა. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილისთვის ევროკომისიის ანგარიში ყველაზე მკაფიოდ პასუხობს ბრალდებას მართლმსაჯულების სისტემაში ეგრეთ წოდებული კლანის არსებობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ კორუფციის პრაქტიკული არარსებობა ადასტურებს, რომ არ არსებობს მოსამართლეებზე შიდა და გარე ზემოქმედების ბერკეტებიც. ამ ბოლო 3 დღის განმავლობაში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლოები აჩვენებენ ევროპული სახელმწიფოების მაჩვენებელს და
რიგ ქვეყნებსაც, ნატოს და ევროკავშირის წევრ რიგ სახელმწიფოებს უსწრებს კიდეც ამ დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის მაჩვენებლად და დღევანდელმა კვლევამ დაადასტურა, რომ ასევე კორუფციის რისკების არსებობის თვალსაზრისითაც საქართველოს საკმაოდ წარმატებული ადგილი უკავია. უფრო ზუსტად, სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიას ქართული მართლმსაჯულების პროგრესის აღიარება უწევს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე არ ელოდება, რომ პოლიტიკურად მოტივირებული შეტევები დასრულდება. დიმიტრი გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები გამოსავალს დუმილში იპოვიან. წარმომიდგენია ხა რა მოხდებოდა ევროკომისიის ანგარიში რო ყოფილიყო რაიმე სახით უარყოფითი მონაცემების ამსახველი სასამართლოს მიმართ. ყველა ეს პოლიტიკური ძალა, რადიკალური საზოგადოებისთვის ცნობილი, ასევე NGO სექტორი რიგში ერთმანეთს გაასწრებდნენ ბრიფინგების გამართვაში და ინტერვიუების ჩაწერაში. გააჩნია ხო სუბიექტს, ვინ წარმოადგენს ამ ანგარიშს და ამ დასკვნებს, საკმაოდ ავტორიტეტული ევროკომისიაზეა საუბარი, Freedom House-ზეა, Heritage Foundation-ზე, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრია საუბარი, ამიტომ ამის წინააღმდეგ არც დუმილი უბრალოდ არც კარგის თქმა, არც ცუდის. ევროკომისიის ანგარიში საქართველოს არის 20-ში ევროპაში და 10 ბალიანი სისტემით 6.63 აიღო და მოსამართლის პროგნოზი 1-1-ში ახდა. ნაციონალური მოძრაობა მესამე დღეა ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო აღიარებულ პროგრესზე საუბარს გაურბის. როდესაც ისინი რაღაცა ბრალდებას გვიყენებენ, ამის უკან ფაქტები არ დგას, ეს არის უბრალოდ ჭორაობა. ქართული ოცნება ამბობს, რომ დროა სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური ჭორაობა და პროპაგანდა დასრულდეს. მართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ფუჭია მცდელობა ქართულ საზოგადოებაში აჟიოტაჟის შემოტანის. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ ეს რაღაცა უაპელაციო ბრალდებები, რაც მოდის ევრობიუროკრატების მხრიდან, ეფუძნება აბსოლუტურად არაფერს ჭორაობის გარდა. ამ ინდექსებით, როდესაც ევროკომისია ერთი ხელით გვეუბნება, რომ ხელისუფლება მოქმედებს არაჩვეულებრივად, სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და თან ამავდროულად ცდილობს ზეწოლა მოახდინოს და დააშანტაჟოს ჩვენი ქვეყანა, დააშანტაჟოს ქართველი ხალხი. და საარჩევნო ურნებთან მისულებმა ქართველებმა იმაზე კი არ იფიქრონ, რომ ქვეყანამ მშვიდობიანი გზით უნდა წავიდეს წინ, ეკონომიკური განვითარება უნდა კონდეს, არამედ იმაზე უნდა იფიქრონ მათი აზრით, რომ აი თუ ეხლა აგენტურულ ხელისუფლებას და აგენტურულ ძალებს არ დაუჭერთ ხალხს, ევროპიდან გაგვიუქმებენ და შეგვიჩერებენ ევროლიბერალიზაციას. აი ეს უნდათ ზუსტად. ძირითადად დაკავებული არიან პროპაგანდით, ხო? რომ იმის სასამართლო და გვრიტიშვილის, რუსიძის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხედავთ, რომ ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს სოფლიო სასამართლო სისტემაში 36 ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო 20-ში არის შესული. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრის ანგარიშით საქართველოს სახელმწიფო სექტორი კეთილსინდისიერების რეიტინგში მსოფლიოს 29 ადგილზეა, ხოლო გამჭირვალობის ინდექსით მე-19 პოზიციაზე. პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩს მასპინძელი ქვეყნის მმართველობით ფუნქციაში ჩარევაში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ზეწოლასა და ვენის კონვენციის მორიგ დარღვევაში ამხელს პეტერ ფიშელი ორგანიზაცია კონსტიტუციის 78 მუხლის წარმომადგენლებს შეხვდა და შესაბამის ფოტომასალასთან ერთად გერმანიის საელჩომ დაწერა, რომ სოლიდარულია იმ კავშირის მიმართ, რომელიც იცავს იმ საჯარო მოხელეებს, რომელიც მათი შეფასებით სამსახურიდან გაათავისუფლეს ან დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გამო. სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს მართლმსაჯულების აღსრულებას სასამართლოს მიერ. როდესაც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი თავის თავისუფლებას აძლევს მეორე სახელმწიფოში, მოსამართლის როლი შეითავსოს და ტყუან მართალი დაადგინოს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა. ყველა შევახსენებ, რომ საქართველოში როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში მოქმედებს სასამართლო ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებების სისწორე არაერთხელ დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ. მათ შორის ყველა იმ საქმეზე, რუსთავიორი, გვარამია, მელია, სააკაშვილი და ასე შემდეგ, რომლებიც ამ განცხადების მსგავსი ცილისმწამებლური თავდასხმის ობიექტი იყო. ყველაფერთან ერთად ეს განცხადება არის აკრედიტებული დიპლომატის მხრიდან მასპინძელ ქვეყანაში მმართველობით ფუნქციაში ჩარევა და მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ზეწოლა, რაც თავის მხრივ ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული ელჩი დეზინფორმაციული ნარატივით თავს ესხმის ქართულ მმართველობასა და მართლმსაჯულებას. შეგახსენებთ, რომ დღემდე არც ერთი მონაწილე საელჩოსგან არ მოგისმენია ბოდიში იმ ცილის წამებლურ დემარშზე, რომლითაც სააკაშვილის ვითომ მომაკვდავი მდგომარეობის გამო მის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, რეალურად კი მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ის რომ 2023 წლის 27 თებერვლის ეს დემარში ქართული მმართველობის და მართლმსაჯულების მიმართ უსაფუძვლო და ცილის მწამებლური იყო, დემარშიდან ორ თვეში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურდა. დესტაბილიზაციის მცდელობის მორიგი ტალღა სექტემბრისთვის მზადდება. არსებული ინფორმაციით არეულობის მსურველები ინსტრუქციას ორგანიზაცია IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორის გეგმით იღებენ. გეგმა კი არჩევნებამდე არსებულ დროზეა გადანაწილებული. რას ეფუძნება ჯონ დიპიროს სტრატეგია, მეგი ნარსავიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ყოველ მომდევნო არჩევნებზე ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი არ იცვლება და ისინი ისევ რჩებიან უცხოელების მიერ დაწერილი გეგმის იმედად. ეს გეგმა არის ისევ ერთფეროვანი, მოიცავს საპროტესტო აქციებს და არეულობას, აქ კი ქართველ რადიკალებს ხვდებათ მორიგი სირთულე, რაც წარმოადგენს იმას, რომ აქციების ჩასატარებლად საჭიროა მხარდამჭერები და ხალხის მხარდაჭერა, რომელიც ქართველ რადიკალებს უკვე დიდი ხანია არ აქვთ. I'm the country director for IRI in Georgia. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელის ჯონ დიპიროს არეულობის გეგმა ახლა რადიკალებისთვის ხავსად იქცა. თუმცა გეგმაში სიახლე მხოლოდ თარიღები და მიზეზებია. პროცესების განვითარება ისევ უცვლელია, პროტესტი და არეულობა. ყველაფერი კი ევროკომისიის რეკომენდაციებს უნდა დაუკავშირდეს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეასრულებს, საპროტესტო მუხტი უნდა გაიზარდოს და 13 სექტემბერს აქცია გაიმართოს. დაგეგმილია ასევე დიპიროს შეხვედრა ოპოზიციასა და მესამე სექტორთან. სექტემბრის მეორე ნახევარში სავარაუდოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან ოპოზიციონერები და NGO-ების წარმომადგენლები. რევოლუციაზე ღიად საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში და დიპიროსთან შეხვედრასაც არ გამორიცხავენ. ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი რევოლუცია, რათა მოშორდეს რუსული რეჟიმი. როცა სურვილი ექნება პარტიასაც და IRI-ის წარმომადგენლებსაც, ჩვენ აუცილებლად არ მოვერიდებით მასთან შეხვედრასაც ნებისმიერ დროს. რადიკალების მოკავშირე დიპირო ქრონიკის ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. ჯონ დიპიროს მოწინავე პოზიცია უკავია იმ უცხოელებს შორის, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ერევიან. მისთვის არც ოპოზიციასთან შეხვედრაა უცხო. ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დიპირომ შეხვედრა გამართა გიორგი გახარიასთან. არეულობის გეგმის შემოქმედი საქართველოში იმ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, რომელსაც USAID-ის სკანდალის შემდეგ დაფინანსებას შეუწყდა. USAID-ის საარჩევნო პროექტების საქართველოში თებერვალში დაიხურა. ოფისთან მისულებს ორგანიზაციის წარწერაც აღარ დაგხვდა. IRI-ის გარშემო სკანდალები ამით არ სრულდება. გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას ქრონიკის ინფორმაციით ლადო რაზმაძე და ჯონ დიპირო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და რაზმაძე გაათავისუფლეს. საპარლამენტო ოპოზიციისთვის არეულობის გეგმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იმას ადასტურებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის არსებობა საქართველოში აუცილებელია. 2 წლის წინ ჩვენი ხალხის ძალის მიერ დაინიცირებული კანონ პროექტი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რასაც მოყვა აი ეს ცნობილი პროცესები, რადიკალური პროცესები, როდესაც პასუხი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით იყო NGO-ებისგან, მათ შორის IRI-ის წარმომადგენლებისგან, რომ ისედაც გამჭვირვალეა არასამთავრობო სექტორი საქართველოში და არ ჭირდება გამჭვირვალობის კანონი. აღმოჩნდა, რომ არათუ გამჭვირვალე არ არის, არამედ რასაც აფინანსებენ პირდაპირ მათივე განმარტებებითაც კი ჩანს, რომ აფინანსებენ რადიკალურ პროცესებს. არეულობის ჩავარდნილი სცენარების კოლექციონერებს მმართველი გუნდიდან აფრთხილებენ, რომ ყველა კანონდარღვევას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. რადიკალების გეგმა კი მხოლოდ გეგმად დარჩება. ამ კონკრეტული, ასე ვთქვათ, პროექტის მიზანი, რომელიც ახლა IRI-ის ეგიდით მიმდინარეობს და უნდათ რომ განახორციელოთ, არის სუმცირე ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რამენაირად დააზიანონ და
ამ არჩევნების შესაძლებელია ჩაშლაც კი იყოს ამ აქციის მიზანი. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟის მექანიზმი, ვინაიდან ამ ევრობიუროკრატებმა კარგად იციან, რომ ეს არის წითელი ხაზი და ჩვენ ამ კანონების გაუქმებას და გაწვევას ნამდვილად არ ვაპირებთ. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი ეხება ვიზა ლიბერალიზაციას, საქართველოს ზედმიწევნით ასრულებს, თუ გადავხედავთ წარსულს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას, მით უმეტეს ჩვენი სამართალდამცავი უწყებები და რა თქმა უნდა, არავის არ მიცავთ იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად არიან ჩვენი ქვეყანა. კოლექტიური ნაცმოძრაობა არის დარჩენილი ხაბეიშვილის, ეგრეთ წოდებული ანიტას და ჯონ დიპიროს იმედზე, აი ამათმა მოწყობილმა რევოლუციამ არ გაიშვას. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს დაკავებული და ეჭვმიტანილი სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობით. პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და მოუწოდებ, რომ სანამ რაიმე მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, რა ინფორმაციაც გავრცელდა, ძალიან ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ურესურსო და მხარდაჭერის არ მქონე ოპოზიცია მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს მხოლოდ არეულობასა და რევოლუციაში ხედავს. ვიდრე საქართველოში მყოფ დიპიროს გეგმას აწერინებენ, ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთი აქტივისტებს ამზადებს. აქციებისთვის სამზადისში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ისევ გამორჩათ, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. მაკენის ინსტიტუტის მიერ მხილებული სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის რეჟიმშია. ქრონიკის სიუჟეტის შემდეგ მან ვრცელი განცხადებით სცადა იმის დასაბუთება, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება მისი გადაწყვეტილება იყო და არა დავალება. ზურაბიშვილის დაცვას მაკენის ინსტიტუტის როლის აღნიშვნა ამჯობინეს ნაციონალურ მოძრაობაში. მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი. სალომე ზურაბიშვილი ქრონიკის მიერ გასაჯაროვებულმა მაკეინის ინსტიტუტის სკანდალმა თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა. მაკეინის ინსტიტუტმა საკუთარი სტიპენდიანტი გათქვა. ზურაბიშვილი დილიდან იმ ინსტიტუტის განცხადების უარყოფის რეჟიმშია, რომელმაც გვარამიას შეწყალება საკუთარ მიღწევებს შორის დაასახელა და ამით ზურაბიშვილთან კონსპირაციული თანამშრომლობაც დაადასტურა. გამარჯობა ქალბატონო სალომე, თქვენ შემოვეცდით მოქალაქეების ოპოზიციის ლიდერს, როგორც ჩანს, ახალ სტატუსს ძველი ურჩევნია, რადგან ხალხთან ახლოს და ოდნავ მაღლა ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტად წოდებას ითხოვს. შემოვეცდით და აუცილებლად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის. აქციაზე მაკეინის ინსტიტუტის სკანდალურ აღიარებაზე არაფერი უთქვამს. განცხადება წერილობით გავრცელა და ყველაფრის უარყოფას სცადა. 2023 წელს ნიკა გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს მაკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან. ქრონოლოგიურად კი მაკეინის ინსტიტუტმა პრეზიდენტს გრანტი 2025 წლის დასაწყისში შესთავაზა, რაზეც ასევე საკუთარი დისკრეციის ფარგლებში პრეზიდენტმა წერილობითი უარი 30 აპრილს განაცხადა. მართველი გუნდისთვის ზურაბიშვილის თავის მართლების მცდელობა უსუსურია. ქართული ოცნების განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციის ფლანგზე გარე პატრონების დავალებით მოქმედებდა და ამისთვის სტიპენდიის სახით ანაზღაურებას იღებდა. შეიწყალა ერთმა Deep State-ის აგენტმა მეორე აგენტი ნიკა გვარამია და ამ ყველაფერში თურმე მაკეინის ინსტიტუტს როლი მიუძღვის და საბოლოო ჯამში ჩვენ კარგად ვთანხეთ, ვიხილეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუფასდა და ამ სრულიად საქართველოსთვის მიუღებელ და ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ინსტიტუტისგან მან სტიპენდიაც მიიღო და სტიპენდიანტი გახდა. სინამდვილეში ესენი გამოყავდათ იმიტომ, რომ ახლიდან მოეხდინათ მათი, ასე ვთქვათ, გააქტიურება ქვეყანაში 1000 გვარი დესტრუქციული თუ რევოლუციური სცენარებისათვის. სწორედ ამას ემსახურება აი ნიკა გვარამიას кейსიც. მაკეინის ინსტიტუტის შემდეგ ზურაბიშვილი ქვეყანაშიც ამხილეს. ნაციონალური მოძრაობა ვერ უარყოფს, რომ მაკეინის ინსტიტუტმა გვარამიას ციხიდან დახსნის ოპერაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამას გარდა სააკაშვილის პარტია მადლიერია ამერიკული ინსტიტუტის მხრიდან აქტივისტებისთვის გამოყოფილი დახმარებითაც. მათთვის, როგორც ჩანს, უცხოელი მეგობრისქება შიდას დაცვაზე ძვირია. მაკეინის ინსტიტუტი დახმარებია ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო
საზოგადოებას ძალიან ბევრი რამის შეძენაში, მოდი ასე ვთქვა. რაც შეეხება ხა ნიკა გვარამიას განთავისუფლებას მაკეინის ინსტიტუტი და სრულიად საერთაშორისო სამყარო იყო ჩართული ამ ყველაფერში. პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციისა და მაკეინის ინსტიტუტის მჭიდრო კავშირებზე და საერთო დესტრუქციული გეგმით მოქმედებაზე საუბრობენ. გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ეს ინსტიტუტი ლობისტობას ეწეოდა, ადრე თუ ცოტა მაინც ფუთავდნენ აი ესეთ რადიკალურ პროცესებს, ასეთ ანტისახელმწიფოებრივ პროცესებს, ეხლა უკვე პირდაპირ და საჯაროდ ამბობენ. ინსტიტუტის ხელმძღვანელის ქალბატონი ლორას სიტყვები ყველას გვახსოვს. მან მწუხარება გამოთქვა, რომ რევოლუციური სცენარები მსხვერპლით არ დასრულდა. შესაბამისად, ეს ინსტიტუტები პირდაპირ თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს. მაკეინის ინსტიტუტთან დაკავშირებით ისეთ შეგვიძლია აღვნიშნოთ ჩვენ, რომ უშუალოდ მათი დირექტორი, როდესაც ინტერვიუს აძლევდა რადიო თავისუფლებას თუ არ ვწდები, პირდაპირ მან დაუფარავა თქვა, რომ კი, რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა ჩართულიყო საომარ ესკალაციაში რუსეთთან. და მე რა რამდენიმე ათასი ქართველი დაიღუპებოდა ამით, ხომ ეს არის მათი შეხედულება. ასევე ქალბატონი ლორა თონთონი, რომელიც ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ ორგანიზაციის, ნუ დაგვაუწყლება, რომელმაც პირდაპირ გაიდლაინი გადაცა 2024 წლის არჩევნებამდე რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, რომ ქართული ოცნება რომ გაიმარჯვება დიდი ანგარიშით, მაგისგან მიუხედავად თუ როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა და ამ მუხტის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადატანა. მაკეინის ინსტიტუტის სკანდალური განცხადება ქრონიკამ გუშინ გაასაჯაროვა. მზეამაღლობელი 9 მილიონიან გრანტზე წარადგინეს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევებს შორის. ამავე განცხადებაში კი დაწერეს, რომ ნიკა გვარამია მისივე რეპორტაჟებისთვის გაასამართლეს და რომ მაკეინის ინსტიტუტმა შეწყალების პროცესში საკვანძო როლი შეასრულა. სხვისინეთის განზრახ დაზიანება ან განადგურება ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრს პატიმრობა შეეფარდა. არჩილ მუსელიანს პარლამენტთან მდებარე გარეკამერების განზრახ დაზიანებას ედავებიან. ოპოზიციისთვის ეს საქმეც პოლიტიკურია. ნაციონალური მოძრაობა სამართალდარღვევას ვერ ხედავს. ანუკე ჩხიკვაძე ამბობთ. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის სასამართლომ არჩილ მუსელიანს 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მხრიდან წარდგენილი ვიდეო მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების მიუხედავად მუსელიანსის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და მტკიცებულებები, რომლებსაც ბრალდება ეყრდნობა, არამყარია. მტკიცებულებები იყო არასანდო, არამყარი და ხშირ შემთხვევაში იყო ისეთი მტკიცებულებებიც, რომელიც გაურკვეველი წარმოშობისა იყო და დაუსაბუთებელი. მაშინ როცა საქმე ნაციონალებს და მათ დანაყოფებს ეხებათ, ოპოზიცია ყოველთვის სუბიექტურ მიდგომებსა და დანაშაულის დაუსჯელობას ითხოვს. ასახდება ახლაც, როცა ნაცმოძრაობის თავმჯდომარე კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და საკუთარი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე სახელმწიფოს რეაგირებას პოლიტიკურს უწოდებს. რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად მილიონებს პარავს ქართულ ხალხს, 29 წლის ახალგაზრდას 4 წელს უსჯის 534 ლარის ზარალის გამო. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. კანონის, რომელიც უზენაესია და რომელზეც დგას ქვეყნის კონსტიტუცია და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება. ქართული ოპოზიციის მხრიდან სამართლებრივი საკითხის პოლიტიზირება აქტუალურია. განსაკუთრებით მაშინ, როცა რეალურად ეს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ჯგუფები ამავე პარტიების დაკვეთას ასრულებდნენ, რასაც ის ტრეინინგებიც ადასტურებს, რომლებსაც რადიკალები ქუჩის პროტესტამდე და მის მიმდინარეობისას ატარებდნენ. ის გარე დამფინანსებლები, ვის ატრენინგებდნენ და ამზადებდნენ აი ესეთი ქცევე და საქმისათვის ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფებს, რა თქმა უნდა ისინი კვლავ იტყვიან, რომ არის პატიმრები და სინდისის პატიმრები. სინამდვილეში ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებულმა გარე თუ შიდა პოლიტიკოსებმა გაწირეს დანაშაულისათვის. ყველა კარგად ხედავდით, როგორ აგრესიულად იქცეოდნენ აქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა, როდესაც ის ახორციელებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების გადაწვას პოლიციელებისთვის, ცეცხლის წაკიდებას. პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ ლეწავდა ეს ადამიანი ვიდეოკამერებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ განხორციელებულიყო იმ გეგმის ხელშეშლა ქართული პოლიციის მხრიდან, რომელიც რეალურად არსებობდა და რაც გულისხმობდა ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას. თუ კი ახლა
ახლა მე ავდგები და აი ცეცხლის მოკიდების მცდელობა მექნება და მე იდენტიფიცირდები, რომ მე ვარ ეს პიროვნება, მე სინდისის პატივარი ვიქნები თუ უსინდისო დამნაშავე. ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრს არჩილ მუსელიანს პროკურატურას ხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას ედავებოდა, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საგამოძიებო მოქმედებების დროს შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მუსელიანსის ხელის კვალიც. მრავალშვილიანი ოჯახები ირაკლი კუპრაძეს სიცრუის კამპანიაში ამხელინ მანიპულაციას უწოდებენ 20 აგვისტოს მრავალშვილიანი დედების მცირე ჯგუფთან სატელევიზიო შეხვედრისას ელოს მერობის კანდიდატის განცხადებებს და მას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. გიორგი აბაზაძე გვერდება მეტი ინფორმაციით. ტყუილით წარმოებული საარჩევნო კამპანია და მანიპულაცია მრავალშვილიანი სტატუსის მქონე ოჯახების თემით. გახარია ხაზარაძის მერობის კანდიდატს მრავალშვილიანი ოჯახების სიცრუის გარდა მათ მიერ შემუშავებული გეგმის მოპარვაშიც ამხელენ. ისინი ირაკლი კუპრაძის რამდენიმე ხმამაღალ მესიჯზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის თითქოს იმაზე, რომ არ არსებობს სტატისტიკა მრავალშვილიანი ოჯახების, რაც ტყუილია და კუპრაძეს უსვამენ კითხვას, თუ სტატისტიკა არ არსებობს, მაშინ როგორ გასცემს ის დაპირებებს. მათივე თქმით, ირაკლი კუპრაძე საარჩევნო კამპანიამდე არასდროს დაინტერესებულა და წარმოდგენა არ აქვს მრავალშვილიანთა წინაშე მდგარი გამოწვევების. მათთვის მიუღებელია მრავალშვილიანი ოჯახების მგრძნობიარე თემები იქცეს საარჩევნო კამპანიის ინსტრუმენტად, მით უმეტეს ზედაპირული და გადაუმოწმებელი განცხადებებით. ხამაღლა განაცხადა, რომ დღეს საქართველოში არ არის სტატისტიკა მრავალშვილიანების. ბატონო ირაკლი, ჩვენი აქტიური თანამშრომლობით იუსტიციის სამინისტროსთან დადგენილია უკვე ეს სტატისტიკა. დედები, მამები მივიდნენ იუსტიციის სახლში და დარეგისტრირდნენ 2006 წელს შეწყდა ზოგადად სტატუსი მრავალშვილიანობის შესახებ. და 2019 წელს მოხდა მისი აღდგენა. ის აცხადებს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს რა რაოდენობის მრავალშვილიანია, იქ მსხდომ დედებს და ზოგადად მრავალშვილიანებს პირდება უფასო კვებას სკოლებში. პირდება უფასო მომსახურებას, სხვადასხვა მომსახურებას მრავალშვილიანებს. ბატონო ირაკლი, რა ღირს თქვენი ეს საარჩევნო დაპირება? როდესაც არ იცით სტატისტიკა, რა გავლენა ექნება ბიუჯეტზე, ანუ ზოგადად რა ღირს ეს ყველაფერი, ეს ხომ უბრალოდ მანიპულაციაა და რაღაცა ზეგავლენის მოხდენა. მისი საარჩევნო დაპირება არის მისი მერობის არჩევის შემთხვევაში, რომ მესამე შვილისგან ჩაითვლება მრავალშვილიანად. ბატონო ირაკლი, ჩვენ მიმდინარე წლის მაისში უკვე დაინიცირებული გვაქვს, წარდგენილია როგორც აღმასრულებელში საქართველოს პრემიერთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოში ეს ინიციატივა. 7 შვილის მამა ყველაზე კარგად მე ვიცი რა სჭირდება მრავალშვილიან ოჯახებს და სანამ გულებს დაიწერდა და რაღაცებს იტყოდა და რავიჯობდა რომ გარკვეა ყველაფერი. სოციალურად დაუცველებს 50 ლარი ერიცხება თუ ბავშვზე, ეს ტყუილია, იმიტომ რომ 250 ლარს იღებს თითო ბავშვზე ადამიანი. აქამდეც ვარსებობდით ჩვენ და თქვენ რავი არ გვინახეთ, არც მოსულ ხათ არასდროს. ბატონმა ირაკლი ეს ყველაფერი იცოდა, ჩვენ შესახებ იცოდა, ყველა ფრაზა, ყველა წინადადება, რაც ჩვენ შევიმუშავეთ, არის გატანილი, ეს არის შოუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, რომელიც საკენკად თითქოს არის გადმოცემული წინა საარჩევნოდ. შოუს ნაწილი კი ჩვენ მრავალშვილიანები ვერ ვიქნებით. 2020 წლიდან შეიქმნა ეს ჯგუფი მრავალშვილიანი დედების სიძლიერია. აქტიურად თანამშრომლობთ მერიასთან, საკრებულოსთან, თანამშრომლობთ, ანუ ჩვენი წინადადებები, ჩვენი თხოვნები გაგვაქვს და ველით შედეგებს. მრავალშვილიანი სტატუსის მქონე ოჯახების წარმომადგენელთა თქმით, არსებობს გარკვეული საკითხები, რომელსაც ჯერ კიდევ ნამდვილად სჭირდება მოგვარება და ამ საკითხებზე მათ კომუნიკაცია აქვთ ხელისუფლებასთან. ასევე აქვთ გარკვეული ინიციატივებიც წარდგენილი და მათივე თქმით, არსებობს გარკვეული პროგრესი ბევრი მიმართულებით. მადლობა გიორგი აბაზაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და მისთვის მზადებას კონსტანტინე ბუზალაძე გორში, ზაზა გულიაშვილი ქარელში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატები შიდა ქართლიდან მზადება არჩევნებისთვის აქტიურ ფაზაშია. ამ მრჩეველთან ურთიერთობაზე და მათი საჭიროებების მოსმენაზე გადის ეს გზა. თამარ ჩიკვატიას სიუჟეტი ვნახოთ. ზაზა გულიაშვილი ქარელის მოქმედი მერი, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ქარელის მოსახლეობამ ნდობა უკვე 3-ჯერ გამოუცხადა და აპირებს, რომ მუნიციპალიტეტის ინტერესები მეოთხე ვადითაც დაიცვას. მოსახლეობასთან ერთად განიხილავს სამომავლო გეგმებს, უკვე განხორციელებულ პროექტებზე კი თავად ადგილობრივები საუბრობენ. ძალიან ბევრი რამე გაკეთა, ასფალტი გინდა დაგება ეზოში, წყალი გინდა რამე, ყველაფერი გაკეთა.
სოციალური პროექტები მერის პრიორიტეტია. ერთ-ერთი ასეთია ცაბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობების ფასადებისა და ღობის რეაბილიტაცია, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. წარამალა მოდიოდნენ ბატონი ზაზას თანხლებით აკვირდებოდნენ აქავრობას. არცეთი აქ მაცხოვრებელი უკმაყოფილი არ არის. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად მუნიციპალიტეტი არაერთ განხორციელებულ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტს ითვლის. მათ შორისაა ქარელის საცურაო აუზის კომპლექსი, დიდი და პატარა აუზებითა და სატრენაჟერო სივრცით. ასევე სოფელ ბრეთში მიმდინარეობს ორსართულიანი სპორტ კომპლექსის მშენებლობა, რომელიც უკვე წელს დასრულდება. იქნება ფიტნეს დარბაზი, კრივის დარბაზი, საჭიდაო დარბაზი და ასევე იქნება სასეჯიბროთ სტანდარტების შესაბამისად შეგვეძლება მივიღოთ არა მარტო ადგილობრივი შეჯიბრი, არამედ საერთაშორისო ტურნირები. მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გზის მოწყობა ასფალტირების სამუშაო, რომლის ფარგლებშიც ამჟამად სოფელ ზედახვედურეთში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. გვექნება სისტემატიური შეხვედრები, წინადადებების მიღება სოფლებიდან და პრიორიტეტების მიმართულებაც ამ კუთხით დაისახება, მაგრამ ძირითადი მიმართულება რაც არის უშუალოდ მოწესრიგებულია ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა. კონსტანტინე ბუზალაძე, რომელიც გორის მერის მოვალეობას უკვე 4 თვეა ასრულებს, საარჩევნო მარათონში კონკრეტული გეგმით ერთვება. გორის განაშენიანების გეგმა, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება, ახალგაზრდების ხელშეწყობა და ხანდაზმულებზე ზრუნვა. თუ კი რამე არის თქვენი მხრიდან, რამე საკითხი, რაც თქვენი ამ საცხოვრებელი ტერიტორიის კიდევ უკეთესად მოსაწყობად სიამოვნებით მოვისმენდით. მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყო, მათთან ერთად იწერება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები. მათ შორის არის რამდენიმე, რომელიც უკვე შესრულდა და არის მიმდინარე პროექტები, რომელსაც მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან თავად უწევს მონიტორინგს. გაკეთდა და დასრულდა სასმელი წყალი, გაგვიკეთდა ძალიან კარგი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი. აქტიურად მუშაობთ, არის სამუშაოების დაახლოებით 70-80% უკვე დასრულებული, დასკვნით ფაზაში არის გადასული ეს სამუშაოები და უახლოეს მომავალში ქალაქს ექნება განვითარების გეგმა. რატომ უნდა აერჩიოს გორმა ქართული ოცნების მერობის კანდიდატი? ამ კითხვის პასუხად ადგილობრივები მის კეთილს ინდისიერებას, მუნიციპალიტეტთან პროფესიულ და ემოციურ კავშირს და სამუშაო გამოცდილებას ასახელებენ. სამუშაო გამოცდილება კი კონსტანტინე ბუზალაძეს მდიდარი აქვს, რომელიც კერძო და სახელმწიფო უწყებებში წლების განმავლობაში დააგროვა. თვითმმართველობის არჩევნებისთვის საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია დასრულდა. ახლა სექტემბრამდე დარჩენილ დროში ყველა პარტია მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე უნდა შეჯერდეს. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის 14 პოლიტიკური სუბიექტია რეგისტრირებული. ხატია იობიძის სიუჟეტი. წინა საარჩევნო სამზადისი გადამწყვეტ ფაზაში შედის. თვითმმართველობის არჩევნებამდე 43 დღე რჩება. საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებზე კანდიდატის წარსადგენად 50-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. აქედან რეგისტრაცია 45-მა გაიარა, ხოლო 5-ს უარი უთხრეს. შემდეგი ეტაპი კი მხარდამჭერთა სიების 25 აგვისტომდე წარდგენაა. საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებელი მერობის კანდიდატების წარდგენის მიზნით მოგმართა 8 საინიციატივო ჯგუფმა, აქედან დარეგისტრირებულია 6, ხოლო 2-ს ეთქვა უარი, რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატების წარდგენას, მოგმართა 42 საინიციატივო ჯგუფმა, აქედან დარეგისტრირებულია 39, ხოლო 3-ს ეთქვა უარი. თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირებული პარტიებისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღი 4 სექტემბერია. პარტიებმა ამ დრომდე ცესკოში მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები უნდა წარადგინონ. საარჩევნო კომისიის მონაცემებით არჩევნებზე მონაწილეობის სურვილი 17-მა პარტიამ გამოთქვა. რეგისტრაცია კი 14-მა სუბიექტმა გაიარა. ეს არის იურიდიული ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იმისთვის, რომ კანდიდატებმა გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია. შემდგომ არსებობს ეს თქვა საკანონმდებლო დანაწესი იმისთვის, რომ რეგისტრაციის ან კანდიდატის დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში მათ აქვთ სამართლებრივი უფლება გასაჩივრების. დღესდღეობით საარჩევნოდ რეგისტრირებულია 14 სუბიექტი. ყველაფერი ერთად თავს მოიყრის 4 სექტემბრისთვის და შესაბამისად სწორედ ამის შემდეგ გვეწოდინება ჩვენ საბოლოო მონაცემი. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურ სამზადისშია. მიმდინარეობს ტექნიკური და საორგანიზაციო სამუშაო, რათა პროცესი გასული წლის მსგავსად შეუფერხებლად წარიმართოს და ამასთან თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული.
ჩვენი ძალების კონცენტრაცია არის 3 ძირითადი მიმართულებით. ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ლოგისტიკური ხაზი, ვინაიდან უამრავი მასალა, უამრავი საბეჭდი დოკუმენტი, უამრავი სხვადასხვა დოკუმენტაცია უნდა გამზადდეს იმისთვის, რომ მივიდეს დანიშნულების ადგილას. მეორე უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩვენი სამუშაოსი გახლავთ ტექნოლოგიური ნაწილი, ვინაიდან როგორც ვიცით, 90% ამორჩეველი ისევ მიიღებს ტექნოლოგიების საშუალებით მონაწილეობას არჩევნებში და შესაბამისად ამას ყველაფერს ჭირდება გატესტვა, გამზადება და ეს პროცესი შეუფერხებლად უწყვეტად მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციაში და მესამე ასევე უმნიშვნელოვანესი მიმართულება ეს გახლავთ ინფორმირება და ტრენინგები. თვითმმართველობის არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში ელექტრონულად 4 ოქტომბერს ჩატარდება. მრავალფუნქციური და სარეკრეაციო სივრცე მალთაყვაში ტერიტორია, სადაც მასშტაბური სამუშაოები უნდა ჩატარდეს, არა მხოლოდ ზღვისპირა ზოლს, ტბებს და ტყე-პარკსაც მოიცავს. როგორ ხედავს მალთაყვის მომავალს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გიორგი აბაზაძე გიამბობთ. ეს მალთაყვის სანაპირო ზოლია. ტერიტორია მალე სარეკრეაციო სივრცედ გარდაიქმნება და წლის ნებისმიერ დროს სტუმრებისთვის მიმზიდველი იქნება. მრავალფუნქციური მიზნისთვის გათვლილი ზონა თითქმის 245 ჰექტარს მოიცავს და მალთაყვის სანაპიროსთან ერთად ფარავს ტყე-პარკს. ოქროს, ვერცხლისა და თესიას ტბების მიმდებარე ზონებს. რიონის არხის ორივე სანაპიროსა და ნიკოლაძის კუნძულს. ახალი ბულვარი, ახალი საფეხმავლო ბილიკები, სამანქანო გზები, ამფითეატრები, შადრევნები. ფოთის ტურისტული პოტენციალის განვითარება ეს არის პირადად ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება თითეული ფოთელის და ჩემი ქალაქის წინაშე შესაბამისად მოხარული ვარ, რომ დიდი ხნის შრომამ შედეგი გამოიღო. ფოთი ეს არის ქალაქი, სადაც მემკვიდრეობა ხვდება ახალ შესაძლებლობებს, შესაბამისად თითეული ჩვენი გადადგმული ნაბიჯი, თითეული პროექტი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს სამომავლო ჩვენ ქალაქში მიმართულია იქეთკენ, რომ შენარჩუნდეს ის ისტორია, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ დაგვიტოვა ამ ქალაქში და ღირსეულად გაგრძელდეს ეს ყველაფერი. ლანდშაფტურ სივრცეში ინფრასტრუქტურული ჩარევა მინიმალური იქნება. არსებული ნარგავების ინვენტარიზაციასთან ერთად ეკოსისტემის აღდგენაც იგეგმება. ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად ხელისუფლების კიდევ ერთი გეგმა 66 ჰექტარი ტერიტორიის, განმუხურისა და ანაკლის საზღვაო სანაპირო ზოლის გადახრება. ორივე პროექტისთვის კონკურსი უკვე გამოცხადდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველ რიგში არქიტექტორები დაინტერესდებიან ამ კონკურსით და მიიღებენ აქტიურად მონაწილეობას და ამასთანავე საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ შავი ზღვის სანაპიროზე ძალიან მაგარ ახალ ლოკაციებს, რეკრეაციულ სივრცეებს, რომელიც იქნება აბსოლუტურად სრულად განახლებული, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ამ რეგიონებში, მოსახლეობის დასაქმებას. განმუხურისა და ანაკლის სანაპირო ზოლი ადგილობრივი მცენარეებით გამწვანდება. აიგება ახალი შენობები, არსებულს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მალთაყვასა და განმუხურშიც პროექტირებისას ყურადღება ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე კეთდება. როგორც ადგილობრივი ისევე ტურისტებისთვის შექმნის რაღაცა მიზიდულობის ცენტრს და შემოიტანს სიახლეს და გააცოცხლებს ამ არეალებს. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა არქიტექტორმა და დაინტერესებულმა პირმა მიიღოს ამაში მონაწილეობა, რათა მივიღოთ საუკეთესო პროექტი და საუკეთესო შესაძლებლობა მივცეთ ამ ტერიტორიების განვითარებისთვის. ჯამში 300 ჰექტარზე მეტი ფართობი განვითარდება რეკრეაციულ და მრავალფუნქციურ ზონად. ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს არსებული ბიომრავალფეროვნება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. საბავშვო, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული სივრცეები, სანიტარული არხები, საშხაპეები და შადრევნები, განახლებულ რეკრეაციულ ზონებში სტუმრებს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო დახვდებათ. დახოცილი ცხოველები და ვადაგასული პრეპარატები ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში არაგეგმიური შემოწმების შედეგები მძიმეა. ცენტრი დახურულია. ვაკო მეზურნიშვილი გიამბობთ დარღვევების შესახებ. ივლისში გაუვიდა ვადა, აი ეს არის ტესტები. ვადაგასული პრეპარატები, კრიტიკული შეუსაბამობები, მკვდარი ლეკვები. ეს იმ დარღვევათა მცირე ჩამონათვალია, რაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს ოზურგეთის კერძო თავშესაფარში არაგეგმური ინსპექტირების დროს დახვდა. თავშესაფრის ტერიტორიაზე დაუდგენელი მიზეზით დახოცილი ცხოველები აღმოაჩინეს. გამოყენებისთვის უვარგისი იყო როგორც პრეპარატები, ასევე ცოფის ვაქცინები. დადგენილი წესის შესაბამისად არ ხორციელდებოდა ქირურგიული თუ ვეტერინარული მომსახურება. კერძო თავშესაფარმა ვერ წარმოადგინა ვოლიერებში მყოფი ცხოველების მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
ინსპექტირების დროს გამოვლენილი იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები, კერძოდ იყო გარკვეულწილად ჰიგიენური პირობების დარღვევები, ცხოველები იყო მოთავსებული სხვადასხვა კატეგორიის ერთ ვოლიერში, ასევე იყო გარკვეულწილად დარღვეული ავადმყოფი და ჯამთელი ცხოველები იყო ერთად განთავსებული. სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს რეგისტრირებულ ცხოველთა თავშესაფრების ვეტერინარულ კონტროლს. მაგალითად, ქუთაისის მუნიციპალური თავშესაფარი 2016 წლიდან ფუნქციონირებს და 200-მდე ძაღლს იტევს. აქ ცხოველებისთვის ყველა შესაბამისი აღჭურვილობაა, მათ შორის სამედიცინო ინფრასტრუქტურა. საპილოტო პროგრამის ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტს გამოიყო 9 მილიონამდე ლარი. შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, როგორც სამედიცინო ინფრასტრუქტურის აშენების, ვოლიერების დამატებისა და ამ მიმართულებით ყველა საჭირო პროცედურების გადადგმის კუთხით. სააგენტომ წელს უკვე შეამოწმა ყველა თავშესაფარი, მათ შორის უპატრონო თუ მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტო პროგრამაში ჩართული თავშესაფრები. საპილოტო პროგრამაში ჩართული თავშესაფრების შემოწმების დროს რაიმე დარღვევების ფაქტი არ დაფიქსირება. საპილოტო პროგრამა მიმდინარეობს 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე. ოზურგეთის კერძო თავშესაფრის კლინიკას დარღვევების გამოსწორებამდე საქმიანობა შეუჩერდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ცხოველის საკვების ნიმუშები. პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესით განადგურდება. დეფიციტური პროფესიების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა სახელმწიფო უმცროს ექიმებს პერსპექტივას სთავაზობს. ახალი პროგრამის შესახებ ნინი მაისურაძე გიამბობთ. 9 წელია მუშაობ უმცროს ექიმად და დიდი სურვილი მქონდა რომ მემუშავა რეანიმაციაში. ამ სურვილის რეალობად ქცევის შესაძლებლობას სახელმწიფო უმცროს ექიმებს 2026 წლის 1 ოქტომბრამდე აძლევს. ეკა გორგოძის მსგავსად საკმარისი გამოცდილებისა და სტაჟის მქონე მედპერსონალი რეზიდენტურაზე სწავლის გარეშე შეძლებს სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება მოიპოვოს. კერძო კლინიკებში გადასახადები იმდენი არის, რომ მან მქონდა იმის საშუალება გამეგრძელებინა სწავლა 3 წლის უკან ჩავაბარე რეზიდენტურა, მისრულდება ეს სურვილი, მაქვს საშუალება ჩავაბარო გამოცდა და ვიყო ლიცენზირებული ექიმი. კარგი და დიდი შანსი არის ჩვენთვის, უმცროსი ექიმებისთვის, ვისაც დიდი გამოცდილება გვაქვს კლინიკაში მუშაობის და ვერ ვახერხებდით რეზიდენტურის გავლას სხვადასხვა მიზეზების გამო. დეფიციტური სამედიცინო მიმართულებების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება რეგიონებში გამოწვევაა. ხელისუფლების მიზანი კი მოქალაქეებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე თანაბარი წვდომაა. დეტალების განსახილველად ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ჩხობაძის სახელობის კლინიკის თანამშრომლებს შეხვდნენ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროფესიებში არსებული დეფიციტების საკითხის განხილვა და იმავდროულად, რა თქმა უნდა, სამედიცინო პროფესიათა შორის იმ საკითხების განხილვა, რაც უკავშირდება იგივე უმცროსი ექიმების სტატუსს, რეზიდენტურის სტატუსს. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს და ექიმის პროფესიას ღირსეულად ემსახურნენ იმ პერიოდში, როდესაც სუფევდა კოვიდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დეფიციტური პროფესიის ექიმები რეგიონებში, მათ შორის ქუთაისშიც იგრძნობა და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებით ჩააბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდას და რამოდენიმე მიმართულებით ნამდვილად დეფიციტური პროფესია იქნება შევსებული. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლისთვის მკაცრი კრიტერიუმებია განსაზღვრული. წარმატებით ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, შესაბამისი სტაჟი და შესრულებული სამუშაოს დეტალური ანგარიში. თითოეულ კანდიდატს პროფესიული განვითარების საბჭო ინდივიდუალურად განიხილავს. მათ უნდა ქონდეთ ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, სტაჟი არჩეული პროფესიის რეზიდენტურის პროგრამის შესაბამისი, ასევე ასისტენცია თუ ქირურგიულ საქმიანობას ეწეოდნენ. თუ აქვთ მათ რაიმე საერთაშორისო და სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ნამუშევარი. ახალი პროგრამა უმცროსი ექიმებისთვის, კარიერული ზრდის კლინიკებისთვის კი დეფიციტური მიმართულებების გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტების შესაძლებლობაა. იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი პატარიძე წარადგინა. მას საჯარო და კერძო სამსახურებში, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამ დრომდე იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ნიუს 13 ნახომის.